მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა ქვეყნის პრეზიდენტ ტამას შუიოკის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი წარადგინა, აც უკვე ოპოზიციურმა ფიდესმა მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. საპროტესტო აქცია ხუთშაბათსაა დაგეგმილი. მადიარი, რომელმაც აპრილში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ვიქტორ ორბანის 16 წლიანი მმართველობა დაასრულა, მისი წინამორბედის მიერ დანიშნული შუიოკის პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩამოშორებას აქტიურად ითხოვს და მას ორბანის მარიონეტს უწოდებს. მადიარის მიერ შაბათს პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ნათქვამია, რომ რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილება კონსტიტუციაში შესწორების ზალაში შესვლის მომდევნო დღეს შეწყდება. მმართველ პარტია ტისას უნგრეთის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, რის გამოც ცვლილებების მიღება სავარაუდოდ არ გაუჭირდება. უნგრეთის პარლამენტიდან წყაროების ინფორმაციით, კენჭისყრა შესაძლოა მომავალ კვირაში გაიმართოს, თუმცა ეს ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტასაც ითვალისწინებს საპენსიო ასაკის 70 წლამდე განსაზღვრის გზით. ამასთან იგი პარლამენტის დეპუტატების უფლებამოსილების ვადას 12 წლით ზღუდავს. პრეზიდენტი შუიოკი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს და რომ მადიარის ინიციატივა დემოკრატიისთვის საფრთხეა. მადიარის საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ამომრჩეულს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას არაერთხელ დაჰპირდა. მისი განმარტებით შუიოკმა კონსტიტუციით დაკისრებული მოვალეობები ვერ შეასრულა და ორბანის მმართველობის პერიოდში ოპოზიციის მხარდამჭერები არ დაიცვა. ფიდესმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის გადაყენება ტირანიისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება და შუიოკის მხარდასაჭერად ხუთშაბათს საპროტესტო აქცია ჩანიშნა. ტისა ყველა ადამიანურ, მორალურ და სამართლებრივ ზღვარს ცდება, განაცხადა უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა. გასულ კვირას უნგრეთს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვია. დელეგაცია პრეზიდენტსა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა, თუმცა დასკვნები ჯერჯერობით საჯაროდ არ გამოქვეყნებულა. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ უნგრეთში საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს აკვირდებიან.